შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი. პირისპირ. რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. დედა და შვილი მე-6. კარგი ქენი ქვა დადევი, გაიარე წინ დაგხვდება ანდაზა. კორნელი ღობეს მიადგა, აივანზე ლამპა ენთო. ტერეზა დომენტისთან საუბრობდა, ძაღლმა მახარემ ყეფა ატეხა. დომენტიმ თავი ასწია, ჭიშკრისაკენ გაიხედა და დაიძახა. რომელი ხარ? დომენტი მიცნო მხედარი და ჭიშკარი გაუღო. კორნელიმ ცხენი მთვარის განათებულ ეზოში გააჭენ გამოაჭენა. კიბესთან ყალღზე შეაყენა, ჩამოხტა და აივანზე ავიდა. დედას ხელი მოხვია და უთხრა: ნუჯაურობ დედაჩემო, დამაგვიანდა, ცოტა დავლიე, გავინავარდე. ვიცი დომენტი მითხრა სადაც გაინავარდე. გაბრაზდა ტერეზა. ბაზარში ლოთობა, სოფელში ცხენით პორწიალი და უსაქციელობა რა შენი საკადრისია. რომ არაფერი ნოდარ ავალიშვილი მყავხარ. რითი განირჩევი ახლა შენ იასონ ჯანჯღავასაგან? იასონ ჯანჯღავას და ჯაჯანა მანჯავიძის ბრალია დედაჩემო. არ მომეშნენ, ღვინო დამაძალეს. მერმერა, ნაკლებად უჯობნიათ? გაუმარჯოს ლუარსაბ თათქარიძეს, დასცინა დედამ. ღვინით გამომწვარდა გამოკუპრულ იასონ ჯანჯღავას, ჯაჯანასა და ლუკაია მანჯავიძეებს, როგორ ეჯიბრების მაში. ჭკუა სად დაკარგე შეუბედურო. მოვიდეს აქ ჯაჯანაის მართლა ბებერი ტურა. იმას კი ვასროლიებ კუდით ქვას. პატივისცემა გონია იმ სულელს, კაცი თუ ღვინოში ჩაახრჩო და მოკლა. რა შენი საქმეა ჯაჯანასთან ღვინისმა? შენიშნა მაიკო. განა მთვრალი ვარ მე ახლა? უთხარი დომენტი? მთვრალი კაცი ცხენს გააჭენებს და ყალღზე დააყენებს? მე ნასვამი ვარ და არა მთვრალი. ნასვამი ვარ მართალია, მთვრალისა კი რა მოგახსენოთ? ვაი ჩემს უბედურ დღეს, ენა ძლივს აბრუნებს და მთვრალი არა ვარო. მადლობა ღმერთს ბიჭო, ნინო და მისი მშობლები აქ არ არიან. ლოთი ქმარი ვისრათ უნდა? არ უნდათ და ნუ უნდათ. არი ფიქრო ვისმე დაუჩოქო. კი დაუჩოქებ შვილო, მაგრამ გვიან გაიქნება. ქალი ბევრია, კარგი კი ცოტა. ნინო რა ხვითო გონია დედაჩემო? შენ მაინც არ გამოგადგება. ისეთი სუსტი და ნაზი ქალია. კორნელიმ გაიცინა და თვალი უყო დომენტის. დედა არ დაეთანხმა. შენ გამოგადგე შვილო და მაშინ ჩემთვისაც გამომდგარი იქნება. ახლა რაღა დროს მაგის ლაპარაკია. თუ მასე იყო, რაღაც აყვარებდი ქალს თავს. გაუკვირდა დედას. მაშ თავს ხომ არ შევაძულებდი? წესია ასეთი. აუხსნა დედა შვილმა. დედას ეწყინა შვილის უაზრო ლაპარაკი. ორპირობა სიყვარულში ვაშკაც არ შეშვენის. სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსაო. ხომ გახსოვს შოთას ნათქვამი?
მე შენ ვერ აქცნობ შვილო ამაღამ გამიცანი რას მიყურებ ეგრე გაკვირვებული როდესაც ირგვლივ მხოლოდ სიცრუეს ორპირობას და ვერაგობას ხედავ მაშინ ძნელია დარჩე უმციკლო მე ბევრი რამ გადავაფასე ბავშვობისას რომ გახსოვარ ის აღარა ვარ დედა მე გეტყვი ყველაფერს მაიკო ვახშამი გამოიტანე ხო ძალიან მშია ჯაჯანა მანჯავიძემ და იასონ ჯანჯღავამ არაფერი არ გაჭამეს ჯაჯანა სწორუპოვარი მასპინძელი იყო საყვარელი სტუმარიც ყავდი მაგრამ რადგან ღვინისმა ჩავარდა ქათმის ფრთის გარდა არაფრისთვის არ მიხლია ხელი ღვინისმის დროს არ უნდა ჭამო კაცო შენ არ მომიკვდე ოტია მასწავლა ქათმის ფრთან ბარკლის ძვალი ამოაწე ოღნაშოს წვენში ლოკე და წუწნე და ღვინისმაში ვერავინ ვერ გაჯობებსო ნამდვილია დაემოწმა დომენტი ნეტა სხვა რამეს ისწავლიდე და შეასრულებდე შვილო ასე გულმოდგინეთ მაიკომ ვახშამი მოიტანა საცივი ყველი და მჭადი კორნელიმ დომენტი და მაიკო გვერდით მოისვა ღვინო დაასხა სახარჯო აძმარებული ეჩვენა და დაიწუნა ამ შვაღამეს ქვევრს ვერ მოვხდით უთხრა დედამ კორნელიმ საცივი და მჭადი შეჭამა ჭიქა ასწია და დაიწყო ნუ მიშლი დედა ღვინისმას აკი გითხარი თვრალი არა ვარ ნასვამი ვარ მეთქი ეს ღმერთმა გაუმარჯოს და კიდევ დიდხანს გაცოცხლოს დედა ჩემო უთხრა კორნელიმ და სახე დაულოშნა დედამ დანერწყვილი სახე მოიწმინდა ცხვირსახოცით და კორნელი გააფრთხილა გახსოვდე შვილო ცოლს ლოთი ქმარი არ უყვარს ვისაც ქეიფი და ღვინო არ უყვარს მისი ნურაფერი ნუგინდა ეგი გულჩათხრობილი ჩუმი ვერაგი და საეჭვო კაცია დომენტი დაემოწმა და მერმე მაინც ადღეგრძელა ტერეზა დიდხანს იცოცხლე ქალბატონო ღმერთმა შენი თავი ნუ მოგვიშალოს შენი წყალობა ნუ მოგვაკლოს რა გიწყალობა დომენტი ბევრი რამ ვინ მოთulis მაინც რა სამოსახლო მიწა ხეთხის მასალა დომენტი დაიძახა ტერეზამ შვილებთან ჩემზე საჩივრებს თავი გაანებე მეთქი რომ გაგაფრთხილე მაინც არის შლი მაგზით უფრო მაწყენინებ და საქმეს წაახდენ ახლა ჯაშუშობა დაიწყე კუნიახივით გადახედა ქალბატონმა მოჯამაგირეს და მონუსხა არა შვილებს გეფიცები თავს იმართლებდა შერცხვენილი დომენტი დედა კიდეც რომ ეთქვა მერე რა მე ხომ შორეული არა ვარ რა საიდუმლო უნდა გქონდეს შენ ჩემგან დაფარული არის ოჯახში 1000 ისეთი საკითხი რომელიც მე მეხება მე უნდა გადავწყვიტო და რომელშიაც სხვისი ჩარევა არაა საჭირო მე სრულწლოვანი გახლავარ ამ ოჯახის წევრი მონაწილე და მაშასადამე ჩემგან დაფარული არაფერი არ შეიძლება იყოს მე რომ მიმალავ ბევრ რამეს იმიტომაც ცუდად მიდის ბევრი შენი საქმე და ხალხსაც თავს აძულებ ყველას გულცივი ხელმოჭერილი კრიჟანი გგონი ხარ კაკალს ვერ გააგდებინებო ამბობენ იმდენი კაკალი თავში გამოტეხავს ჯაჯანა მანჯავიძეს რამდენიც მე მისთვის დახმარება გამეწიოს მთელი ეს სოფელი რომ შეხყარო ვერც ერთი ვერ იტყვის ჩემზე კრიჟანგიაო თავი რომ მებას მხრებზე კაც თავი არ დავაჩაგრინო და სხვაზე უფრო საზრიანი ვიყო ეს რა კრიჟანობაა მართალია ქალბატონო დაუდასტურა დომენტიმ
კორნელის გაუკვირდა. შეშინდა თუ თვალთ მაქცობს დომენტიო. გაქვავებული იჯდა გამოხეული ჩაბალახით თავწაკრული გლეხი სუფრაზე და მორჩილი თვალებით შესცქეროდა ქალბატონს. კორნელის შეეცოდა. დედაჩემო, ხვალვე უნდა მივცეთ დომენტის მიწის პატარა ნაკვეთი და ცოტაოდენი ხეტყე სამოსახლოდ. ნუ თუ არ გეცოდება წვრილი ცოლშვილის პატრონი, შენი ერთგული მეზობელი. მოულოდნელად ჰკითხა კორნელიმ დედას. მეცოდება, მაგრამ რა ვქნა? მიუგო ტერეზამ. ხოდა თუ გეცოდება, უნდა მოვიქცეთ როგორც გითხარი. მოიტა ხელი. დომენტიმ თავი ჩაჰკიდა. მისი მრავალი წლის ნატრა ახლა უნდა შესრულებულიყო, მაგრამ ტერეზამ წარბები ყაჩაღივით აზიდა. შვილს თვალი უყო და ანიშნა. თავი გამანებე. მაიკოც გაელურსა. მალულად შეაპარა თვალი მრისხანე ქალბატონს. აგოია კი პირდაღებული მისჩერებოდა კორნელის, რომელიც დედას არ ეშვებოდა. რომელი ანანოვი, ან რა ისეთი დიდი მამულის პატრონი მე ვარ, სამოსახლო მიწები და ხეტყე რომ დავარიგო. განაცხადა ტერეზამ. ბოლოს და ბოლოს 15 ქცევა სახნავ სათესი მიწის და 5 ქცევა ტყის გარდა სხვა რა გამაჩნია? ეზოს და სათიბს არ ანგარიშობ? ჰკითხა კორნელიმ. ამ ჩემს ეზოს დომენტისათვის სამოსახლო მიწას ვერ ჩამოვაჭრი. თუ უნდა სარბევში მივცემ ცოტას. ხეტყეს რაც შეეხება, აკი გითხარი დომენტი. 5 ძირი მუხა წაიღეთქო. დომენტის სახე საცოდავად დაეღმიჭა. ვედრებით მიაპყრო თვალები ტერეზას და გაუბედავად მიუგო. სარბევამდის 10 ვერსია ქალბატონო. იქ ნუ დამკარგავ. თავარ მუხებს ვერ მოგაჭრევინებო მეუბნები. კვინჭ დაგვაჯულ მუხებში კი რა ბოძები, საძირკველი და ფიცარი უნდა გამოვთალო. მომხედე ქალბატონო, წყალობის თვალით გადმომხედე შენს მორჩილს, ერთგულ მეზობელს. შენი ეზოს ყურე ჩამომიჭერი წყაროსთან. მეოთხედი ქცევაც არ იქნება. შენ გვერდზე ვიქნები მეზობლად. მერე მე და მთელი ჩემი ოჯახი შენ სამსახურში ვიქნებით. შენ რომ დასახლდები ჩემო დომენტი, მერე ჩემი სამსახურისათვის აღარ გეცლება და არც მოისურვებ. ვიცი გამოცდილი ვარ. თუ გინდა სარბევში ჩამოგიჭრი ცოტას. სარბევამდე ქალბატონო ხომ მოგახსენე 10 ვერსია მეთქი. სარბევი რა სამოსახლო ადგილია? სარბევში ნუ დამკარგავ და გადამასახლებ. აქაა ჩემი მამა-პაპის მშობლების საფლავები და ძირის სალოცავი. მე არსადაც არ გასახლებ, როგორც გერჩიოს. აგოია ტერეზა შესცქეროდა. წამით ჩამოვარდნილ სიჩუმეში მის მიერ გადაყლაპული ნერწყვის ხმა გაისმა. შეხედე დედაჩემო, დაიძახა კორნელიმ. როგორ მოგჩერებია აგოია? მერე რა რომ მომჩერებია? იქნებ ანგელოზი ან წმინდანის სული გონია. მაგ ეშმაკის ფეხიდან არასოდეს ადამიანი არ გამოვა. ერთბაშად არ დაგიმახსოვროს ამაგი. აგოიას წარბიც არ შეუხრია. მხოლოდ ნაღვლიანი თვალები მიაპყრო მამას. მამას გული მოეწვა. აგოია წესიერი და კეთილი ბიჭია. გამოეკომაგა კორნელი და ყმაწვილს დაუძახა. აგოია, აქ მოდი. დარცხვენილი ბიჭი გაქვალდა. მიდი, შეაპარა მამამისმა. კორნელიმ ხელი წაავლო მკლავში და ისე მაგრად მოუჭირა, რომ ბიჭმა ტანჯვით შესტეხა სახის კუნთები. შენ არ იცნობ აგოიას დედაჩემო, დაიწყო კორნელიმ. აგოია ჭკუითა და გრძნობით სავსე ბიჭია. ისწავლის კაცი გამოვა ქვეყანაზე.
შენ ალბათ არ გისაუბრია მასთან. ენა გრძელი აქვს, ვიცი. ენა ჭკუა და გულიც კარგი აქვს. რას აიჩემე, რა დამოიღე ნიშანში, მარწუხებს რა დუჭერ, იმიტომ რომ მართალი კაცი გამოვიდეს. მაშ ასე დედაჩემო, მოიტა ხელი, ერთგულ მოკეთე, ბედისაგან დაჩაგრულ, დაცემულ კაცს ხელი გავუწოდოთ. გაჭირვებული კაცი ხეზე კი არ უნდა ჩამოახრჩო გოჯას პირივით. კორნელიმ თვალებზე ხელი აიფარა და თქვა: არ მშორდება იმ უბედური მოხუცის სახე. ნეტავ არ მენახა და არ მესაუბრა მასთან. ქვასავით უძრავსა და კუშტად მჯდომ დედას ხელი მოხვია. შუბლზე აკოცა, ლოყა მიადო დადუმებულ, ცივსა და დამჭკნარ სახეზე. ტერეზა არ შერხეულა და არც გამოხმაურებია. შვილმა არ იცოდა, რა ფიქრები ბუდობდნენ ახლა მის თავში. იგი დედას ეფერებოდა, ოხუნჯობით ეუბნებოდა, უხიაკი, კუნიახი და კერპიქალი ნუხარ, იყავი უხვი და კეთილი. უხვად გასცემდე, ზღვასაცა შეზდის და გაედინების. თუ თავად გიჭირს, რაღა უნდა გასცე, შენ ისე არ გიჭირს. ნახევარი ქცევა მიწა და 5 ძირი ხე რომ ვერ გასცე. ტერეზა შეირხა და აღელვებით დაიწყო. დღეს დომენტი ხვედელიძე მთხოვს სამოსახლო ადგილს და ხეტყეს. ხვალ ჯაჯანა და ლუკაია მანჯავიძეები, ზეგ მარკოს და ნესტორ ფაიქიძეები. ასე თუ მივყევი და ვარიგე ადგილ მამული, ნეტავი დედაჩემს. ასჯერ მეტი მამული რომ მქონდეს, ჩვენი სოფლის ღარიბებსა და ღატაკებს ისიც ვერ გასწოდება. ჩემი ბრალი ხომ არ არის დომენტი ხვედელიძისა და სხვათა სიღატაკე? არა, იცოდეს ყველამ, რომ ეზოს ვერავის ვერ მივცემ. არ გცხვენი აქ ალბატონო, იწყინა დომენტიმ და არ მოერიდა ტერეზას. ჩემი ამაგი უანგარო სამსახური დაივიწყე, წყალში გადამიყარე და ჯაჯანა და ლუკაია მანჯავიძეებში ამსვარე. რა ამაგი? გაიფოფრა ტერეზა. ტყვილა მემსახურებოდი თუ? მაგისთანა ლაპარაკი იულო დურგალმა იცის და მეზარება. მემსახურე თუ არა? მე ვიცი, ოქროს ჯიღები დამადგი თავზე. ჩაიქნია ხელი ქალბატონმა და მრისხანე შუბლზე კოპები დააჯდა. ზვარბელო რომ არ მომერწყა და გამეთოხნა ამ ზაფხულს, მუშას შენი შოვიდი? რომ გათოხნე, იმიტომაც მიირთმევდი და მიირთმევ ამ ქარვისფერ და ქათქათამ ჭაცს. შენი ვენახი ჩემს კისერზეა, დღემუდამ შიგტრიალებ და ვული, რომ ვული, იმიტომაც მიირთმევ ჩემს სანაქებო ღვინოს სათრობად. სტუმარი თუ არ გეყოლა, ქალბატონო, ღვინოს სათრობა ჩემ დაალევინებ კაც? რა ხელმოჭერილი და ქვაწვაქალი ხარ, არიცი? შენს კაი გვარიანი ეშმაკი, ჩუმი ვერაგი, ქვებუდარი ყაზახი ბრძანდები, ჩემო დომენტი. ასეთ კინკლაობაში გადავიდა ქალბატონისა და მოჯამაგირის დავა. კორნელიმ ვერ გატეხა ხელმოჭერილი, ქვაწვაქალი, გაბრაზებული წამოდგა. ჩაის ჭიქაში ჩაასხა ღვინო და ასე დაიწყო. მე შენი შვილი აღარ ვარ. გათავდა დედაჩემო, ხვალვე წავალ დავტოვე ბაქაურობას და მერმე აქ ფეხსაც არ დავადგავ. ჩაიტანე საფლავში შენი ეზო გარემო, ნემსის საღირალიც არ ამსურს. ეს ჩვენი გაყრისა იყოს, თქვა კორნელიმ. ჩაის ჭიქა გადაჰკრა და ეზოში გავიდა. ცაცხვის ქვეშ წამოწვა. მასთან ძაღლი მახარე მივიდა, მიუალერსა.
კორნელიმ თავზე ხელი გადაუსვა, ჭკვიან მონამორჩილ თვალებში ჩახედა და მასთან ასეთი საუბარი გააბა. ჩემო მახარე, ბევრი რამ არის საიდუმლო ამ ქვეყნად, რაც ფილოსოფოსთ სიზმარშიც არ დასიზმრებიათ. ძაღლმა თავისი სახელი რომ გაიგონა, დაწვა და თანხმობის ნიშნად მაგრად დაუწყო მიწას კუდისცემა. შენს ლეკვებს გადახრიან, მოჰკლავენ, შენ კი მაინც უნდა ლოკო იმ ვერაგი პატრონის ხელი ფეხქვეშ ეგებოდე, მის სახლკარს დარაჯობდე და იცავდე, რომ ერთი ლუკმა პური წამოგიგდოს. ბევრად გჯობია ნადირ მტაცებელი. ძაღლმა კალთაში ჩაუდო თავი და წყმუტუნი დაიწყო. თითქო ტირის და თავის ძაღლურ ცხოვრებაზე შესჩივისო. აივანზე ტერეზა დომენტის ჰკიცხავდა და ჭკუას არიგებდა. კორნელი მამამის გავს, ალალ მართალი და ხელგაშლილია. მამამისსავი ჩემბრალე და ხათრიანი. მას ცხოვრებაში უკან დახევა და ჩრდილში ყოფნა უყვარს. ყველა თავზე დააჯდება, თავხედი და უნიჭოც წინ გაასწრებს. შენ მაგის გულკეთილობით, მიამიტობით გინდა ისარგებლო. მე ჩემს ქმარსა და შვილებს რომ ავყოლოდი, ჩემო დომენტი, ახლა მათხოვარივით ქუჩა-ქუჩა ვიქნებოდი, აღოღებული და სხვის კარზე მისული. ნახევარი ქცევა მიწა და 5 მუხა რომ მიწყალობო, შენ ქალბატონო არ დაგაქცევს. ნაცვლად იმისა რომ ტერეზას დომენტისათვის ეპასუხა, მან აგოიას უყვირა, წოდი აქედან, რას მომჩერები ხარ პირში. შეურაცხყოფილმა ყმაწვილმა პირველად შეუბრუნა სიტყვა ქალბატონს. რა გაყვირებს? მე ძაღლი არა ვარ. ნელა ჩავიდა კიბეზე, კორნელისთან მივიდა და გვერდით მიუჯდა. კორნელის თავი მახარეს ზურგზე დაედო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მიშტერებოდა. აგოია ჩვეულებისამებრ არ იღიმებოდა და არც ცელქობდა. ლმობიერი თვალებით მისჩერებოდა კორნელის და ვერ მოეხერხებინა მამის მაგივრად მადლობა ეთქვა. კორნელის გაუკვირდა და ჰკითხა, რა მოგივიდა აგოია? ხომ არ მიგპერტყეს? აგოიამ ოდნავ გაიღიმა და თავი გაიქნია. აბა რაზე დაღონებულ ხარ? აგოია კორნელის მიუახლოვდა, მახარეს დახედა და ისევ გაიღიმა. რკინიგზის მახლობელი სადგურიდან ორთქმავლის კივილი მოისმა. კორნელის ხახა გაშრობოდა. გახურებულ კუჩებზე უნერწყო ენა მოივლო და აგოიას ცივი წყალი მოატანინა. ეზოში დაცვარულ ბალახზე წამოწოლილი შვილი რომ ნახა, ტერეზა შეშფოთდა და აივნიდან გაზძახა. რა ამ გასროლ ძაღლს რომ ჩახუტები ხარ? წყილებს დაგასევს. ეგ ძაღლი მირჩევნია მე ზოგიერთ ადამიანს. მამა შენი ჯიუტი და ახირებული კაცი იყო და შვილებიც იმას დაემსგავსეთ. მამა ჩემი არ იყო ცუდი კაცი. ცუდი არ მithქვამს, მაგრამ უხეირო, უანგარიშო და უნებისყოფო იყო ის საცოდავი. სხვას იმდენი ცოდნა და ნიჭი რომ ჰქონოდა, სოფელში კი არ დარჩებოდა და დაობდებოდა, არამედ პროფესორი გახდებოდა და თბილისში იცხოვრებდა. მართალია, კარიერის მოყვარული კაცი არ იყო. რა საქმესაც მოჰკიდებ ხელს, იმ საქმეში უნდა ივარგო. დაწინაურდე და სარგებელიც ჰპოვო. მამა შენი საუკეთესო ექიმი იყო მთელს იმერეთში. ჩვენ კი მუდამ გვიჭირდა, რადგან ნახევარზე მეტ პაციენტებს უქმად ექიმობდა, ფულს არ ართმევდა. ფულია შენთვის კერპი და სალოცავი, ფული სათავე ყოველგვარი უბედურებისა.
შოთაც ამასვე ამბობს ნახე თუ ოქრო რასა იქმს კვერთხი ეშმაკთა ძირისა მაშ თუ ასეა გააჩუქე ყველაფერი გადაიკიდე ჩანთა და იარე მათხოვარივით ადექი კორნელი ბალახი სველია გაცივდები შენ ახლა მთვრალი ხარ და ხვალ მოგელაპარაკები ხვალ შენ მე აქ ვეღარ ვნახავ კორნელი რა ეს უსაქციელობა რა მოხდა შენ ერთადერთი ჩემი თხოვნა არ შეასრულე მე ხალხის იმდენი გაჭირვება ტანჯვა და წამება ვნახე რომ აღარ სურს წილი მედოს მის უბედურებაში ვიყო იმათ მხარეზე ვინც აწამებს ხრეთს და აღრჩობს გლეხებს მე არაფერი არ მინდა შენი ვტოვებ იონასათვის ამ სახლკარს ტერეზა გაოცდა ხრები აიჩეჩა და უთხრა იმ უსახლკარო და უქნარა იონას გადაუბირები ხარ იგი გირევ შენ ჭკუაგონებას დედა ეზოში ჩავიდა და გვერდით მიუჯდა შვილს შვილი აღსარებას ამბობდა არასოდეს თქვენ არ გესმოდათ ჩემი ნამდვილი გულის თქმა არც შინაურებს და არც გარეშეთა ყველანი მიუკარებელ გულცივ და ახირებულ ადამიანად მსახავენ მაშინ როდესაც ჩემი გული და კაცობა თელს ამ ქვეყანას გასწვდება არასოდეს მე არ მიგრძვნია ისეთი მარტოობა როგორც ამ უკანასკნელ ჟამს არც შენ არც ნინომ და ვინმე სხვა მიცის ჩემი გულის თქმა რა მაწუხებს რა მაღელვებს რა შეადგენს ჩემს საფიქრალ საგანს მითხარი შვილო რა გაწუხებს მე ხომ დედა ვარ ჩემზე უფრო ვინ გაგიგებს გულზე ცეცხლი წაეკიდა დედას კორნელი მცას ახედა ვარსკვლავებს მიაჩერდა და ნაღვლიანად წარმოსთქვა ოღონდ ვარსკვლავთა თანამავალთა ვამცნო გულისა მე საიდუმლო ამ საიდუმლოს მე ალბათ საფლავში ჩავიტან დედამ თვალზე ცრემლი შენიშნა და შეშფოთდა რა საიდუმლოა რა გაწუხებ შვილო მითხარი ნუ ტანჯავ გეტყვი დომენტის თხოვნას თუ შეუსრულებ გაიგე მე ზნეობრივი განწმენდა ახალი ცხოვრების დაწყება მწყურია შეუსრულებ შვილო ნუ მომკალი მიუგო დედამ Imnereto de duleto, zapizaro ćemo mi